უფალმა იესო ქრისტემ ძეღვთისა მიმარხულა 40 დღე და შესაბამისად ჩვენს თანამედროვეობაში 21 საუკუნეში როგორ უნდა გავყვეთ ქრისტეს გაკაფულ გზას, მით უმეტეს, როდესაც მოგვიახლოვდა 2026 წლის წინა სააღდგომო მარხვა. მაგალითად, პირველი ბრძოლა, რომელიც გაიარა უფალმა, ეს იყო, როდესაც მას მოშივდა და შესაბამისად ბრძოლის შედეგად რა თქვა, არა მარტო ოდემპური ცოცხლობს ადამიანიო. ამ შემთხვევაში პირადად ჩემთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს რა ჭამო მარხვაში. მე ამას ესე ვაკეთებ. ვესაუბრები პატიოსან ექიმებს, რომლებმაც იციან ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ესე იგი ვღებულობ კონსულტაციას და ჩემი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას ვაწვდი მოძღვარს და მოძღვარი კეთილგონიერებით, თავისი მადლმოსილებით, მამაშვილური სიყვარულით მიდგენს იმ საზღვრებს. რომ ეს ჩემი უსუსურებიდან გამომდინარე, თქვათ რაიმე დიდ სიმკაცრეს ვერ გამოვიჩენ, თქვათ იმ მარხვაში და ვერ გავიმეორებ იმ შიმშილობას. ეს ჩემს ძალებს აღემატება და მე რეალურად უყურებ აი ამ გარემოებას. მაგრამ რატო ვახსენე, რომ როგორ ვიმარხულოთ 21 საუკუნეში, ვის მივბაძოთ და რა როგორ უნდა განიმარტოს 21 საუკუნეში, 2026 წელს. მარხვის პირველი ბრძოლა ქრისტესია, რომელიც ეხება საჭმას. ჩვენ შემთხვევაში გასათვალისწინებელი არის მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის ბურჯის მამა გაბრიელის სიტყვები, რომელიც შეგვაგონებდა, რომ დაბილწულია ჩვენი საჭმლის სასმელი 3-6-იანით, რომელიც არის ღიად და დაუფარავად დატანილი შტრიხ-კოდებში და QR-კოდებში და ძალიან კარგად იცოდა, რომ ჩვენ ესე იგი მთლიანად ვარს ვერ ვიტყოდით იმ პროდუქტებზე, რომელზეც არის შტრიხ-კოდი და QR-კოდი დატანილი და რეალობის გათვალისწინებით, მამაშვილური სიყვარულით, სალოსური სიბრძნით, გითხრა რომ ჩამოხიეთო, ჯვარი გადასახეთო, ნაკურთხი წყალი დაასხეთო, მამაოჩვენო თქვით და მიირთვითო, მაგრამ ის მოაცილეთო ის 3-6-იანი შტრიხ-კოდის და QR-კოდის სახით. ნუ შტრიხ-კოდზე იყო საუბარი, მაგრამ QR-კოდი და შტრიხ-კოდი ერთ და იგივე. მაგრამ მამა პაისი ათონელი, ასევე მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის ბურჯი ამბობდა, რომ წყლის კურთხევა შეიძლებაო, მაგრამ შარდის კურთხევაო არ შეიძლებაო. ანუ შარდი უფრო წმინდა თავისი წარმომავლობით, ხო, ბუნებრივია, ვიდრე ის წაბილწული 3-6-იანით პროდუქტები, რასაც ჩვენ ჭამდა, სვამ შესაბამისად ამ შემთხვევაში ჩემთვის უფრო მამა პაისის სიტყვებია გასათვალისწინებელი და ძალიან რთულია რომ იპოვო ისეთი პროდუქტი, რომელსაც არა აქვს ეს დატანილი და შესაბამისად ამას ძალიან დიდი ძალისხმევა ჭირდება, ხო, თქვა ტერიტორიულად შევაშორს იყოს, ძნელად სანახავია და ეს, მაგრამ აი ეს ვიწრო ბილიკი მაინც ჯერჯერობით არსებობს ამ ეტაპზე, ვიდრე ნავთბულს ამოიღებენ. ამიტომ ესეც გასათვალისწინებელია. და წერტილი. არის მეორე ბრძოლა, რომელიც გაიარა უფალმა, როდესაც დაცემულმა ანგელოზმა მოითხოვა უფლისგან თაყვანისცემა. იმისათვის, რომ მიეცა ამ წუთისოფლის დიდება. შესაბამისად, რა თქმა უნდა, უფალმა ღირსეულად გაიარა ეს განსაცდელი, მაგრამ ჩვენ რო გადმოვიანგარიშოთ ჩვენს დღევანდელობაში და დავსვათ შეკითხვა, ხომ არ ვეცით თაყვანი სადმე ან რაიმე ფორმით. ამ შემთხვევაში გვაქვს ერთის მხრივ დაბრკოლება იმ თვალსაზრისით, რომ აპოკალიფსში ბოლო ჟამს ესე იგი მიტროპოლიებს და ავტოკეფალიებს არა აქვთ სულიერად იმის ზალა, რომ კრებსითად ამხილონ დაცემული ანგელოზების საიდუმლო, იმისათვის რომ მათი სულიერი შვილები დაიცვან ეშმაკის თაყვანისცემისაგან, თანამედროვე კეფთაყვანისმცემლობისაგან, მაგრამ ცალკეული პატრიარქები, ცალკეული ეპისკოპოსები, ცალკეული ბერები, მონაზვნები, ღვთისმეტყველები თავისი წიგნებით და შეგონებებით, რომელიც საკმარისადაა საქართველოში გამოცემული ეკლესიაში პატრიარქის და მიტროპოლიტების და არქიმანდრიტების კურთხევით და შესაბამისად ჩვენ თავს ვერ გავიმართლებთ, რომ არ ვიცოდიო, მართლმადიდებლობა საკმარისი ბრწყინვალებით არის წარმოდგენილი და შესაბამისად ვერავის ვერ გადავაბრალებთ. და ნუ გვექნება პრეტენზია, რომ რატომ სად არის სინოდი, საიდან არა აქვს, ანუ ვინც კითხულობს აპოკალიფს წმინდა მამების განმარტებებით, ბოლო ჟამის შვიდ ეკლესიაში რო უყურებს, იმათ არა აქვს ის ძალა და იმიტომ მოდის ენუქი და ელია, რომ ამხილონ თანამედროვე კეფთაყვანისმცემლობა და უნდა დავსვათ შეკითხვა, როდესაც ბოლოტმა მოითხოვა ქრისტესგან თაყვანისცემა წუთისოფელში წარმატების სანაცვლოდ, ჩვენ ხომ არ ვცემთ დაცემულ ანგელოზებს თაყვანს ჩვენი წარმატების სანაცვლოდ. და ეს ამის გამოძიება უნდა მოხდეს, თქვათ, იგივე რიცხვითი სახელი მივიღეთ თუ არა, ანუ იგივე პირადი ნომერი და სახელს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ძველ და ახალ აღთქმაში უპირობოდ.
იგივე აიდიზაცია, იგივე თქვათ მართვის მოწმობა QR კოდიანი, ხო, იგივე რიცხვითის სახელი მინიჭებული აქვს, იგივე საიდენტიფიკაციო კოდი, როგორც ფიზიკურ პირს, ასევე იურიდიულ პირსაც. მათ შორის ეკლესიებზეც არის მინიჭებული რიცხვითი სახელები. ჩვენ მივდივართ სიტყვაზე წმინდანის სახელობის ტაძარში, მაგრამ სამართლებრივად მას აქვს მისი რიცხვითი სახელი. 9 ნიშნა, ფიზიკურ პირს 11 ნიშნა რიცხვითი სახელი აქვს. შესაბამისად არის ეკლესიები, რომელზეც უკვე დავუშვათ იქიდან გამომდინარე, რომ ზეგლთა, ესე იგი, კულტურულ ზეგლად ითვლება, დავუშვათ არქიტექტურულად, ისტორიულად QR კოდია დატანილი ტურისტებისთვის, რომ ინფორმაცია აიღონ QR კოდით. QR კოდი 666-ია. შესაბამისად, უბრალოდ შესავალს ვაკეთებ, რომ 21 საუკუნეში ის სამი ბრძოლა, რომელიც გაიარა მარხვაში უფალმა, ჩვენს დღევანდელობაში აქტუალობას არ კარგავს და ამ ეტაპზე მეორე გავიარე და რეალურად გვაქვს მოსანანიებელი, გვაქვს უკვე თაყვანი ნაცემით ასემულ ანგელოზებზე და თანამედროვე კერთაყვანისმცემლობაში ვარ ჩართული ყველა ერთადაც ცალ-ცალკე, როგორც ერი, ასევე ბერი. და უფალი გვეუბნება, რომ ვისაც გონება აქვს, მან გამოთვალოსო და საკმარისი ლიტერატურით ყავართ მომარაგებული საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიას იმისათვის, რომ თავი ვერ გავიმართლოთ. ანუ ინფორმირებულები ვართ და წერტილი და მესამე არ გამოსადო უფალი ღმერთი შენი. შესაბამისად აქაც ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ესე იგი პანდემიის დროს ეპისკოპოსები და სამღვდელოება იკეთებდა ვაქცინას და ვაქცინის გაკეთების შემდეგ ჭდებოდნენ 15 წუთით და ელოდებოდნენ გარდაიცვლებოდნენ თუ არა. ანუ უკუშვენება ექნებოდა თუ არა, შოკში ჩავარდებოდნენ თუ არა, კომაში ჩავარდებოდნენ თუ არა და ამას მიბაძა ერის ხალხმაც. ამ შემთხვევაში ეს არაა მონანიებული და ის ბრეული, რომელიც მიხვდა, რომ წარღვნა იმიტომ მოხდა, რომ სისხლის აღრევა მოხდა, რაც ხდება ვაქცინით. ვაქცინითაც შიმპანზესა და ადამიანს შორის გენეტიკური აღრევა ხდება. ან მოკტინებული, ესე იგი, ბავშვის ორგანოსთან აღრევა ხდება სისხლის და კანიბალიზმია კიდევ უფრო უარესია და წარღვნა ზუსტად ამ ცოდვის გამო მოხდა. და რო კითხეს უფალს როგორ იქნება შენ მეორედ მოსვლის დროსო, ისევ როგორც იყო ნოეს დროსო და იგივე სისხლის აღრევაა და პლუს ამას უფალი გეუბნება, რომ არ გამოცადო უფალი ღმერთი შენ რა იცი შიმპანზეს გენის აღრევას შენ გენთან რომ ესე იგი სისხლის აღრევას მოახდენ, ამას რა მოყვება? თან შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია, ვაქცინის შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია სრული არა გაქვს, ხო, რაღაცა თუ არ გამოჟონა და ასე შემდეგ და ასე პატრიოტული მეცნიერების და ექიმების დამსახურებით და მეტნაკლები წარმოდგენა შეგვექნა რა შხამსაც შეიცავდა ეს ვაქცინები. ანუ მესამე ბრძოლა, რომელიც გაიარა უფალმა, რომ ესე იგი არ და ბოლოს იმით დაასრულა, რომ რა თქმა არ გამოცადო უფალი ღმერთი შენიო, ხო, ანუ თავის მოკლის და სუიციდის მცდელობებთან დაკავშირებით ჯერ ზოგადად სუიციდი მომრავლებულია საზოგადოებაში და თან ამის პროვოცირებას აკეთებს ეკლესიის იერარქები, სამღვდელოება, ბერები, მონაზვნების, ხო, შანსი არ გაუშვეს, რომ ესე იგი ჯოჯოხეთის კარიბჭე არ გაეღოთ ერისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი სული დაღუპულიყო და თუ შევხედავთ აპოკალიფსში უფალი ამხელს, მაგრამ უყვარს ეკლესია და იქვე სინანულისკენ მოუწოდებს. სინანულის კარიბჭე უნდა გაიხსნას მარხვაში და აი ამით დავასრულებ ამ ვიდეო მიმართვას, რომ აუცილებელია მაგალითი ავიღოთ მარხვაში ქრისტესგან და 21 საუკუნეშიც კი 2026 წელს აქტუალობას არ კარგავს ის გზა, რომელიც გაიარა ქრისტემ თავისი მარხვის დროს და წერტილი. მადლობა ყურადღებისათვის.